დროის ასეთ აღქმასთან ერთად ამ ადამიანებმა შემოიტანეს გამოთქმა, რომ მათ აინტერესებთ შეიძლება ფრანგულ დიქციასთან მწყრალად ვიყო და ცოტა შეცდომით გითხრათ, ფრანგულად წერდნენ ესენ longe durée. ანუ შეიძლება ეს ითარგმნოს როგორც ხანგრძლივადიანი, განგრძობითი დრო. მათ აინტერესებდათ ეს თუ რა იყო უცვლელი და თავისებური საუკუნეების განმავლობაში. და საბოლოო ჯამში ბლოკი ამბობდა, რომ ყველაზე ობიექტური სურათის დანახვა ისტორიკოს სწორედ აი ესეთ ჭრილში შეუძლია. ჩვენ ის ამბობდა, შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ დანამდვილებით რაღაცა ძალიან ცხელი ისტორიულ პოლიტიკური მოვლენის ბოლო ეტაპზე რა იყო მთავარი გამომწვევი ვთქვათ მიზეზი რაღაც ხთომილებისა, იქნება ეს რევოლუცია თუ სხვა, ვინ ვის ესროლა პირველმა, ხო? ეს შეიძლება აღმოჩნდეს დაუდგენელი. მაგრამ აი იმ სხვა შრეებში, დროის სხვა შრეებში თუ ჩავალთ და იმას შევისწავლით, ბლოკს აინტერესებდა ფასების ცვალებადობა საუკუნეების განმავლობაში, ეს თემა აინტერესებდა ბროდელსაც, ბროდელს ასევე აინტერესებდა ვთქვათ ისეთი ფენომენი, როგორიც არის კვების კულტურა, გემოვნება, ჰიგიენა, როგორ იცვლებოდა საუკუნეების მანძილზე. და რა თქმა უნდა, აქ ისე უნდა უფრო ვთქვათ მასშტაბურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ინსტიტუციონალურ ცვლილებებსაც დაუთმოთ ყურადღება. აი ამ სიღრმეებში თუ ჩავალთ და ამას თუ გავიაზრებთ, უფრო ობიექტური სურათის დანახვა შეგვეძლება იმისათვის, რომ გავიგოთ რაღაც უფრო კონკრეტული ტალღისებური თუ კონიუნქტურის დონეზე მომხდარ მოვლენებში რა იყო ღრმა მიზეზები, გამომწვევი ფაქტორები. და ეს იყო, ვთქვათ, სპეციფიური დამოკიდებულება, რომელიც ბლოკს გამოარჩევდა ისტორიისადმი, და კერძოდ ამ შემთხვევაში ეს მინდოდა მეთქვა პირველ ძირითად საკითხზე, რასაც ახლებურად შეხედეს ამ ადამიანებმა და პირველ რიგში მარკ ბლოკმა, ეს არის დრო. ისტორიკოსის დრო. მეორე, ისტორიის გლობალურობა თუ ტოტალურობა. ბლოკი გვეუბნება ამ თავის წიგნში, რომ იურისტი, რომელსაც აინტერესებს ოჯახის სამართლებრივი ფორმა, საფუძვლები, ვერასოდეს გაიგებს ოჯახის ფენომენს სრულყოფილად, თუ კი მარტო ამით იქნება დაკავებული, თუ როგორ არის იგი აღწერილი სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა, ვთქვათ, რაღაც იურიდიულ დოკუმენტებში, იქნება ეს ანდერძი, ან რაღაცა გაყრა, ან პირიქით ქორწინება და ასე შემდეგ. რომ ამის უკან იმალება რეალური ოჯახი და იმის გაგება სჭირდება ფსიქოლოგიაში ჩაწვდომა, კულტურის გაგება, სხვანაირად ინსტიტუტს, ანუ ამ სტრუქტურას მთლიანობაში ვერ გავიგებთ. ასევე ვთქვათ, ინსტიტუტების კვლევა, როგორც არის სახელმწიფო, მისი ცალკეული ნაწილები, გნებავთ პარლამენტი, გნებავთ არ ვიცი კიდევ რა კონსტიტუცია რა არის. ეს არ მოგცემს საშუალებას ბოლომდე გავიაზროთ უფრო ფუნდამენტური სტრუქტურები, რომელიც ამის უკან იმალება და სტრუქტურებში აი ეს ანალების წარმომადგენლები გულისხმობდნენ ძალიან, ვთქვათ, უცვლელ სოციალურ, ეკონომიკურ მოვლენებს, გემოვნებას, ჩვევებს, მენტალობას, დამოკიდებულებებს. და ეს ყველაფერი არის შესასწავლი. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს შეუძლებელია ერთი ადამიანისათვის და ყოველთვის რაღაცა წახნაგი უნდა წამოწიო, მაგრამ მე არ უნდა დაივიწყო სხვა წახნაგები და შეეცადო. რომ უფრო, ვთქვათ, სივრცობრივად შეხედო ფენომენს, მოვლენას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ მართლა უკეთ მოვემსახურებით აწყოს და მომავალს და ალბათ ეს არის კავშირი ისტორიისა აწყოს გაგებასთან და მომავლის მსახურებასთან. კერძოდ ჩვენს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით თქვათ პოლიტიკურ სფეროში, როგორც არისტოტელე ამბობდა, პოლიტიკა არის უმაღლესი სიქველე, ანუ პოლისის მსახურება, შენი საზოგადოების მსახურება. ან როგორც თანამედროვე პოლიტოლოგები ამბობენ, პოლიტიკა ეს არის მოგება-წაგებების
იძულებითი განაწილება საზოგადოებაში და ბუნებრივია რომ ეს ეხება ძალაუფლების განაწილებას, ხო? და ძალაუფლების გამოყენებას. ამის გარეშე საზოგადოება არ არსებობს. ყველაფერში არის პოლიტიკა. და ეს პოლიტიკა რო იყოს მაქსიმალურად რაციონალური, ვიტყოდი ფრთხილიც, რამდენადაც საჭიროა და ზოგჯერ გამბედავიც და ინოვატორულიც. ყველაფერი სჭირდება საზოგადოებას ერთდროულად, კონსერვატიზმიც და ინოვაციებიც. უბრალოდ ყოველთვის უნდა გვესმოდეს გააჩნია როდის რა სიტუაციაში რა. აი მაშინ წარსულის ინსტიტუტების ასეთი შესწავლა, ნახვა იმისა, რომ საქმე მარტო კონსტიტუციაში არ არის რა წერია მასში, ხო, საქმე იმაშიც არის რა ტრადიცია, რა კულტურა არსებობს ამის იმპლემენტაციის. და ასეთნაირად გააზრება რეალობისა გვეხმარება გადაწყვეტილების უფრო კარგად აწონ-დაწონვაში. და ამას ცდილობდნენ, ასეთნაირად წარსულის შესწავლას ცდილობდნენ ეს ადამიანები და ამაზე გვესაუბრება მარკ ბლოკი, რომ ჩვენ ასე უნდა ვუყუროთ რეალობას. იგი ესეთ მეტაფორასაც იყენებს, რომელიც ახლა ჩემთვის აქტუალურია, პროჟექტორები მიყურებს, რომ ეს ყველაფერი გავს რაღაცა ობიექტის დანახვას სხვადასხვა პროჟექტორების მეშვეობით. ცალკე აღებული პროჟექტორი ვერ მოგცემს სრულ სურათს იმ ობიექტზე, რასაც რისი დანახვაც გვინდა. მაგრამ თუ ის ყველა მხრიდან არის განათებული, მაშინ შეიძლება მეტი წარმოდგენა გქონდეს მასზე. და ყველა პროჟექტორს თავისი ადგილი აქვს და საბოლოო ჯამში ამით ბლოკი ქადაგებდა მულტიდისციპლინარულობას. წარსული უნდა შევისწავლოთ მაქსიმალური კოოპერაციით სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს შორის. და იგი არაფრით არ კრავდა ხელს სოციოლოგებს და იგი საუბრობდა, რომ აუცილებელი არის გეოგრაფების მონაწილეობაც ამ პროცესში და სხვა და სხვა. ეს გლობალურობა ისტორიის არ უნდა გავიგოთ არამც და მე მგონი რაც გითხარით ამის თქვათ შტაბეშტილება არც უნდა შემექმნა, რომ ბლოკს აუცილებლად მიაჩნია სამყაროს ერთიანი ისტორიული სურათის დახატვა. სხვა შორის ფერნან ბროდელი უფრო იყო ამით გატაცებული. როდესაც აი ცივილიზაციებზე და ეკონომიკურ პროცესებზე ხანგრძლივადიანი პერიოდის განმავლობაში გლობალური მასშტაბით ცდილობდა სურათის შექმნას და გააკვირით, მაგრამ კავკასია და საქართველოც კი ქონდა ნახსენები თავის შრომატევად ნაშრომში. მაგრამ ამ შემთხვევაში ბლოკს აინტერესებს კონკრეტიკა და საბოლოო ჯამში შეიძლება ჩვენ გლობალური ისტორია დავინახოთ და შევქმნათ კონკრეტული სოფლის, ან თუნდაც ოჯახის მაგალითზე და ამას ზოგჯერ მიკროისტორიასაც ეძახიან, რაც ასევე განვითარდა თანდათან ევროპულ ისტორიოგრაფიაში. მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ გლობალურობა, ტოტალურობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვლევის ობიექტს რაოდენ მცირე არ უნდა გვეჩვენოს, იგი შეხედო სიღრმისეულად, ყველა მხრიდან. და არა მხოლოდ ისე თუ რა ვიცით ამ თქვათ ობიექტის შესახებ ოფიციალური ტექსტებიდან. იქნება ეს ობიექტი ოჯახი თუ რაიმე ციხესიმაგრე. და მესამე მეთოდიკა, ამაზე ფაქტიურად გადავედით, ეს მულტიდისციპლინარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკისათვის. შედარებითი მეთოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკისათვის. მე გითხარით მოკლედ, რომ ვთქვათ, აი მისი კვლევა ფეოდალური საზოგადოებისა საფრანგეთში ეფუძნება შედარებით ტიპოლოგიურ მეთოდს. იგი ადარებს იაპონურ ანალოგებს ამას და ცდილობს ასე უკეთ დაინახოს ფრანგული ფეოდალიზმის სპეციფიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მეთოდი, რასაც გარკვეულწილად შეიძლება რანკეანური უწოდოთ, თუმცა იგი ამ ტერმინს არ ხმარობს, მაგრამ ეს მომდინარეობს მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ მეთოდის განვითარება ლეოპოლდ რანკეს სახელს, გერმანელი ისტორიკოსის სახელს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისტორიული დოკუმენტების კვლევაში. ანუ როგორ განვასხვაოთ ჩვენ, როგორ თქვათ, განვასხვაოთ დოკუმენტები იმის მიხედვით ყალბია ის თუ ნამდვილი. ეს არის ისტორიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. როგორ მოვახდინოთ, თქვათ, პოსტმოდერნისტების ტერმინი რო ვიხმაროთ, ამ დოკუმენტების დეკონსტრუქცია. სხვათა შორის ამ პრობლემით ისტორიკოსები, არქივში მომუშავე ადამიანები დაკავებულნი იყვნენ მუდმივად, მანამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე, თქვათ, პოსტმოდერნისტული თეორია დაიწყებდა საუბარს
ტექსტების დეკონსტრუქციის აუცილებლობაზე და შესაძლებლობაზე. ანუ რა შრეები ამ ტექსტში, რა დგას ამის უკან, რისი თქმა უნდა და ავტორს, ეს ესმის თუ არა წამკითხველს. ეპოქების მიხედვით ხო არ შეიძლება რომ შეიცვალოს ამ ტექსტების გაგება. მაგრამ ასევე აქ იგულისხმება ძალიან ისეთი მართლაც ხელოსნური სამუშაოს შესრულების აუცილებლობა და ტექნიკის ახსნა თუ როგორ შევაფასოთ დოკუმენტის ნამდვილობა და მისი გაჩენის თარიღი როგორ დავადგინოთ, იმიტომ რომ თუ არ ვიცით ესა თუ ის დოკუმენტი შუა საუკუნეებიდან თუ უფრო ადრინდელი ეპოქიდან თუ შემდგომი ეპოქიდან როდის არის შექმნილი, ძნელია რაღაცნაირად მის საფუძველზე წარმოდგენა შევიქმნათ რაღაც წარსულის მოვლენებზე, რომლის შეცნობაც გვაინტერესებს, ხო? აი თქვათ, რანაირად ხდება ეს? იმ სიტყვების ფორმით და გამოყენების, თქვათ, შესაძლებლობებით, რომელიც ამ ტექსტში გვხვდება, მელნით, თვითონ ფაქტურით ამ დოკუმენტის მასში მოხსენიებული ინსტიტუტების სახელების, თქვათ, შეცნობით, ჯვარედინას შედარებებით სხვა დოკუმენტებთან, რამდენად ეს დოკუმენტი გამოხატავს მართლაც იმ რეალობას, რომელიც, თქვათ, ამ დოკუმენტის ავტორს პრეტენზია აქვს, რომ, თქვათ, იმ რეალობაში იჯდა და წერდა. ამასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი გამახსენდა, არ ვიტყვი რომელ ერს და რა კონტექსტში არის ნათქვამი, ეს ნებისმიერ ერს შეიძლება მიეწეროს განსაკუთრებით რომანტიული ნაციონალიზმის სტადიაზე თავისი განვითარებისა, რომ როდესაც ერების ინტელექტური ელიტა ცდილობს ერის განსაკუთრებულობა მისი დაძველებით დაამტკიცოს. და არის ასეთი, ვთქვათ, ანეკდოტი, რომ აი თითქოს და ნაპოვნიარი მანუსკრიპტი, სადაც წერია, აი ვზივარ და ვწერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. ეს უტრირებაა, რა თქმა უნდა, ასეთი ტექსტი, რომ ავტორმა დაწეროს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში, ასეთი რამ მხოლოდ ანეკდოტში შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ხშირად და ეს ისტორიკოსებს ზედმიწევნით დადგენილი აქვს და ამაზე არავინ არ დაობს, იქმნებოდა მართლაც საუკუნეების წინ ტექსტები, რომელთა ავტორები მიზნად ისახავდნენ, რომ ეჩვენებინათ, რომ თითქოს ეს ტექსტები უფრო ძველია ვიდრე სინამდვილეში. ყველაზე საინტერესო მაგალითი ამისა და ყველაზე ცნობილი მაგალითი არის ეგრეთ წოდებული კონსტანტინეს ძღვენი და სხვათა შორის ამ მაგალითს ბლოკი იყენებს როგორც ილუსტრაციას, რას ნიშნავს დოკუმენტის გაყალბება და რა უნდა ესმოდეს ისტორიკოს და რისი აღმოჩენა სჭირდება მას. ეს დოკუმენტი შექმნილი სავარაუდოდ მე-8 საუკუნეში აღწერს ვითომ და იმპერატორი კონსტანტინეს ანდერტს, პირველი ქრისტიანი იმპერატორისა რომის იმპერიის მე-4 საუკუნის მოღვაწის ანდერტს, რომლის თანახმადაც მან თანადროულ მის თანამედროვე რომის ეპისკოპოსს, ანუ რომის პაპს, იმპერიის დიდი ნაწილი საერო გამგებლობაშიც დაუთმო, ანუ რომის პაპი აქცია საერო ხელისუფლად.